დილა მშვიდობისა, მოგესალმებით, გამარჯობა, ნინო, გამარჯობა. მოგესალმებით. დღეს ნინოს კაი საქმე აქვს გამოწყებული, მე გუშინდლიდან დამასაქმა. თოლში ამოვთხარე რამწვანილები შეხედეთ, მე და ნათიამ ამ დილას რაფერი გაბტყელებული კინძებია, ნინო, ნახე. დაბალი, ასე თოვლისგან გაბტყელებული და გაწითლებული და რა სურნელი დგას. ეშინია, სიცივით და ეშინია. ეს ჭარხლის ფოთოლი აგვისტოში დათესილია და ახლა ნახე რა მშვენიერია, გადაფარებული მქონდა, ისე არ ივარგებდა ნამეტანი წელს ბევრი თოვლი იყო. ისპანახი ნახე რაფერი დაბალი და კაი გამოდგა ეს სათბურში მაქვს. ფოთოლში. ნახე რა კაია. გემრიელი იქნება. ახლა სხვათა შორის ისპანახი შეანაცვლეს მეორე მწვანე ფხალს რომ ეძახიან. ბაზრებში, ვინც ვერ ერკვევა, ისპანახს შეაპარეს ის მეორე მწვანე ფხალი. ის საერთოდ ხომცენარია. სულ რას ვაკეთებ? თქვათ ბოლო-ბოლო. გავამხილე. ეხლა დღეს ცოტა ისეთ მდგომარეობაში ვარ, იმიტომ რომ მე არაპირველად ვაკეთებ ჩათვალეთ. ეს არის ჭახრაკინა უნდა გავაკეთოთ და ხაბისკინა. ეს არის ოსური სამზარეულოს ნამდვილი მარგალიტი, მაგრამ კარგად დამკვიდრებულია ქართლში, იმიტომ რომ თანა ცხოვრება მოუწიათ მეზობლური ურთიერთობა და ძალიან ბევრი სოფელი არის ეხლა ქართლშიც ოსური და ყოველთვის ეს არის მაგათთვის და ისეთი თავ მოსაწოდნი, მაგრამ მართლა განსაკუთრებულად აკეთებ. მე მეგემრიელება ძალიან. ზურა, პირველ რიგში მე თან მოვყვები ამბებს და თან უნდა მოვზიულო ცომი, რომ გაფუება მოასწრო. ნახე რა მის სილამაზე ჭარხლები არაფერი, პატარა ფოთლები და ხრატუნა. ეხლა ძალიან ბევრნაირ ცომს აკეთებენ, მაწვნით, არაჟნით, მიზეთით, მაგრამ ტრადიციული ცომი ეს არის საფუარით, ცოტა მარილი და შაქარი. სხვა რაიმე განსაკუთრებული არაფერი ამ ცომს ჭახრაკინასთვის, როგორც მითხრეს, ჩემმა კონსულტანტებმა და დავრეკე მე ჩემებთან სოფლებში. შენ ქართლში ყავს ბევრი. კი, ქართლში ყავს და სხვათა შორის იმ ქართლის სოფლებში ბევრია ოსებიც. რაფერი კარტოფილებია ნახეს ნინო. ეს ღორჯუმიდანაა, მელანო ქვია. წითელი კარტოფილი, მელანოი კარტოფილი. მელანო კარტოფილი, ნახე რა ფერია და რა მის სილამაზე და რომ მოხარშავ მთლად წაბლივითაა, გადასარევი ჯიშია. ეს ჯიში მოსაფრთხილებელი და შესანახია სხვათა შორის. ვითომ ხომ არაფერი, მაგრამ ის ნამდვილი კამა. ეს კინძი, რომელიც ასეთი დაბტყელებული, ბრტყელფოთლიანი და ძალიან გემრიელი სურნელოვანი. ეს ჭარხალი და ეს ისპანახი ყველა გასაფრთხილებელი და შესანახია. ქართული ჯიშებია და ძალიან კარგი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა ყველა იმ ჰიბრიდული ჯიშებისგან. სურიკო, ეხლა მე თბილ ოდნავ, თბილი, წყალი ოღონდ ცხელი არა, საფუარით და მარილით მოვზილ. და მე დავიწყოთ ჩვენ გულსართის მომზადება და თან ვიტყვი რა თავისებურებები აქვს ამ გულსართის მომზადებას. როგორია თუ პირდაპირ ჩაყრი და მოშუშავ ქვაბში ეგრე არ არის. სურიკო, თუ ორცალ ხალხს გამივიწყნ ყველაზე მეტად ეგ მეჩქარება. მე მოგაშველებ შენ რასაც დამავალე. მე უცებ ცომს მომზედ, ეხლა დავდებ გასაფუებლად და მერე უკვე დავიწყოთ გულსართის მომზადება. ამასობაში ცომიც მე მყავდა თანაკურსელი მაკა მურადაშვილი, ჩემი ძალიან ახლობელი მეგობარი, საყვარელი, ძალიან პატივსაცემი ოჯახიდან, გორიდან, კარალეთში იყო მაგათი სოფელი არის. მშობლები იყავდა, ბებია-ბაბუა იყავდა. გარეჯვარი. ხო. აი მაგ მიდამოებში. ჩვენ ხშირად ჩავდიოდით იმ სოფელში, დედასთან, მამასთან, ბებოსთან, ძაბული ერქვა ბებოს. აჰა. ძალიან საყვარელი ოჯახი იყო და მაკა ცხოვრობდა თავის ძმასთან, კახასთან ერთად. დიახ. აქ თბილისში დაქირავებულ ოთახში და ჩვენ მთელი მეგობრები მშობლების გარეშე ცხოვრობდნენ. ძმა, კახა და მეგობრობდით კახასთანაც და მაკასთანაც. დიახ. და დედ-მამა ხშირად პარასკეობით უგზავნიდნენ მოსაკითხს რა, ამით რა ქვია, ჩანთებით, რა თქმა უნდა, საჭმელ-სასმელს სოფლიდან. ხო და ამ საჭმელში, ამ მოსაკითხში აუცილებლად იყო ჭახრაკინები. კი ბატონო. იმიანი, კარტოფილიანი და ყველიანი ხაჭაპურები. ეს ხაბიძგიდა. ხაბიძგიდა და მეორე ეს ჭარხლიანი პურები. გულიანი პურები, ასე ერქვა მაშინ. ზეთში გამომცხარი სხვათა შორის მაშინ ჩემთვის ეს გასაკვირი იყო. და მთელი კვირა გაცხელებული იყო ძალიან გემრიელი. ხო და ვინაცლი და მთელი კვირა იმათ უგზავნიდე რომ მთელი კვირა ყოფნოდათ და ჩვენ შევესეოდით ყველა და იმ წუთას გავათხვნიდით იმას. და მე რჩებოდნენ ბავშვები კონსერვებს უგზავნიდნენ კიდე მახსოვს იმაზე. ზაფხულში რო ინახავდნენ. ზაფხულში შენახული მას რა ქვია, ლობიოებს. ყველაფერს იმ ერთ დღეში შევჭამდით, რასაც გამოუგზავნიდნენ. და მე ბავშვებს ტოვებდით. ზურა, მე ერთი ზაფხული მომიწია ცხინვალში მუშაობა.
მაშინ გაზე საბჭოთა შენ ომამდე ხომ იყავი ჟურნალისტი? ომამდე ვიყავი ჟურნალისტი კი. და მივდიოდით აქედან ორშაბათილი და პარასკევს ბრუნდებოდით უკან. მთელი სამაჩაბლო სოფლები მაქვს მოვლილი ფეხით. ერწოს ტბაზე ულამაზესი ადგილები არის სამაჩაბლოში, ერწოს ტბაზე. უბრალოდ ყელის ტბაზე გვინდოდა წასვლა და იქ ვერ მივედით. და სადაც მივდიოდით ისეთ ოჯახებში, ოსური ტრადიციული ოჯახები იყო პირველი გასამასპინძლებელი. ამბავი იყო ესა ჭახრაკინა და თან რაღაცა ძალიან მალე აკეთებდნენ. ანუ სულ ქონდათ მზად, როგორც გურიაში ცომი ქონდა სულ მოზელილი ხაჭაპურისთვის სტუმარი რომ წამომეწიოს. აი ესე იყო დაახლოებით და მერე ვიყავით ზონკარის წყალსაცავში. ეს არის სადაც ლიახვი იღებს სათავეს. ისეთები წამოიღეს დღემდე მახსოვს როგორც არ უნდა მოვინდომო ისეთი რო არ გამომივიკი ვიცი მაგრამ უნდა ვცადო. იმიტომ რომ ყველაფერი ჭახრაკინები ხო და მე მიჭამია ყაზბეგში ეს არის ახლა რა ქვია ყაზბეგ სტეფანწმინდა. სტეფანწმინდაში სანამ შეხვალ იქ რაღაცა დუქნებივითაა პატარა საოჯახო სამზარეულოები რა ვიცი. ტრაფიკების. ხო, და ოჯახია უბრალოდ კაიქალია იქ ერთი არ მახსოვს ნანული ერქვა მე მგონი და გერმანელი სტუმრები მყავდა და უცებ ჭინჭარი მოკრიფეს. წვეროები ასე ჩაკეპეს ასე უცებ და შეურიეს იმ ყველში. და ახლაც იხსენებენ ჩემი გერმანელი სტუმრები ის მან გაამწვანა ცომი იმ ჭინჭარმა, ქორფა ჭინჭარი გაზაფხული. კი. ხო და იმ ჭინჭრიან ხაჭაპურებს ახლაც იხდა იმათმა გვითხრეს მაშინ აგვიხსნეს რომ ესო ჩვენთვის ტრადიციული ხაჭაპურიაო, ხშირად ვაკეთებთ ასე. და მე ახლა უნდა გავამხილო პირველად გავიგე გუშინ რომ აკეთებთ თურმე ყაყაჩოთიც. უი, ყაყაჩოს ფოთლებით ახალ ამოყრილი სიმწვანე როა ყაყაჩოს ამოღებული. აი იმასაც ურევენ ამ ჭარხა იმაში ხაჭოში და აცხობენ იმით არის ძალიან გემრიელი თურმე. ძალიან ასევე ნაცარქათამად იყო ეს ყველაფერი ხდება ადრე გაზაფხულზე სანამ ქორფა არის ბალა. ეხა ეს ხახვი გინდა შენ მოსაშუშად? ეს უნდა მოუშუშო კი? ერბოში უნდა მოუშუშო, მხოლოდ ერბოში. და მაშინო განსაკუთრებით გემრიელიც, იმიტომ გამოდიოდა ალბათო ჩემო პატარა თამარამ მითხრა ლამისყანერმა, რომ ერბო იყო კარგიო, ერბო და ის აძლევს კარგ გემოსო. იქეთ ზემოთ სამაჩაბლოს მთებში თურმე და მთებში საიდან იყო გოგრა არ ვიცი გოგრის გულითაც აცხობდენო. ანუ გულსად ხო არც მე არ გამიგია. ყაყაჩო ქონდა გაგებული? არა, საიდან? ხო და ახლა არ ვიცი ყაყაჩოს ფოთალი თუ იჭმეოდა ეგეც არ ვიცოდი. ყაყაჩოს სხვა დანიშნულება ვიცი. კი ბატონო, მეც ასევე. ამას მე ზეთიანი ხელით კიდე ჩავზელზურა და ეხლა დავიწყოთ უკვე მაგისი მოთუშვა. აი, ამას გადავდე ფაქეთ. ისტაფა მე მგონი დაიწვანინო. ხო და ეხლა მე მაგას მივხედავ და ეს ცომი უკვე შეგვიძლია გადავდოთ და გასუქდება. გადე მაგაზე შენი ერბო? დამიჭერი ხახვი? კი, ეს ხაზირია. აჰა. ეხლა მე მინდა დაუწიო ამას თუ არ გავაჩინეთ ხანძარი. შენ პროფესიონალურ სამზარეულოშიც ხომ შეგიშვით საახალწლოდ? ინდაური რომ დამეწვა. ინდაური რომ დაგეწვა. გაფერგლანძღავდა მთელი საქართველო. დააწვით ინდაური. დააწვით. ნახევარი მლანძღავდა და ნახევარი მეფერებოდა. ნახევარი გეფერებოდა, მაგიც არის. დიახ, ამ ორ ცალცაც გაგიჩევ ბარე. ხო, ბარე მეგეც დამიჭერი შეგენაცვალე, მე როგორი მოხმარება იცის, გემრიელი, გულიანი. ახლა მეფერება სეზონი იწყება და ხო და იმიტომ მე სხვებისგანაც ისევე ითხოვს, რომ ეხმარებიან გულიანად, მოეხმარონ ხალისიანად. საქმეს უხდება ხალისი, ასე არ არის ზურიკო. კი, ახლა გამლანძღავენ ეს არ გარეცხეო და გარეცხე ერთი შენი ჭირიმე. გაავლე წყალი. ისე კამათებიან თითქოს თვითონ უნდა ჭამონ. თუ ჭამე, თუ გავაკეთე, გაურეცხავი, მედანინომ არ უნდა ვჭამო. არა, კაცო, რატომ რეცხავთ ახლა მოამბობ რა, რატომ უნდა ვჭამო ჩვენ გაურეცხავ? რატომ უნდა ვჭამოთ, გაურეცხავი არ უნდა ვჭამო. კიდე არ მიყვარს. თავარი ამბავი უნდა გითხრა კიდე, მან ისპანახის რომ გიგზავი, მაგ შენ ინიციატივით მასკენი მონახე შენ, მე არ მithქვია ისპანახი. ფავლიდან ამოვთხარე, ნინო. ზურა, ნახე, ზოგი უშვება უმატებს ისპანახს და ზოგი არა. ამასაც გავლე და მომეც. ეხლა მე ჩემმა ოსებმა მithხრეს, გოგოებმა რომ არაო, მხოლოდ ჭარხლის ფოთოლი უნდა. ისი წინასწარ უნდა დავჭრა ეხლა ესა ჩავყარო იმაში საწურში და როგორც თქვა თამარამ როგორც სიტყვა თქვა იცი ჭარხლის ფოთოლს რომ დაჭრი მე უნდა ჩაჭბუჭნო ან მარილი შეაყარო და სიმწარე რაც აქ ის გაუვა და ცომში იქნება კარგად გაწურული ხაჭოსთან ერთად უნდა შეურიოთ ბოლოს ეხლა მაგნაგავსაც აგაცლი მე შენ და აგენი შარშანდელი ხახვებია და რაფერი დასუსტებულია უკვე ამოყრა დაწყებული სითბოში დამჭა და
კაცო საჭმელში ხო გჭირდება და კი, კაია მე. ისე ჩათესე უკვე ხახვი ჩარგი? ხახვი დავთესე, ნინო, თესლს ვთესავ მე. თესლის. არ ვრგავ იმას, თესლის ხახვი მირჩევნია, კაი თავი. ნუ ესე იგი საჭულისთვის, კერძებისთვის გვექნება. საკმარისი ყველაფერი გვექნება. შენ გენაცვალე მე, კაია, მაგას რა ჯო. მე შენ ისპანახზე რაფერი ამბავი მაგ გახსოვს? აბა არ ვიცი. სოფელში გური. სოფლის ამბავი. ჩემი ძმის ქორწილში, გურიაში ჩემი ძმამ ცოლი რომ შეირთო თეო რომ მოიყვანა. დამიწერეს სია, რა უნდა ჩავიტანო აქიდან. ხო, ვიცი, გახსოვს? კი. ხო და გურიაში ისპანახი არ მოყავთ და ჩემს ბავშვობაში არც იცოდნენ გურიაში ისპანახი. ახლა ყველგან ყველაფერი თუ არა, მაშინ ასე არ იყო. არ იცნობენ. ჩემი და მე ჩავიტანე მათ შორის ფხალი, მეწერა 30 კილო ფხალი და ჩავიტანე ისპანახი, ორი დიდი ტომარა. ხო. და არჩევს ჩემი მეზობელი კატუშა და თინა დოლიძეები ამ ფხარს. და უცებ მესმის, იგენის ლაპარაკი აგერის ხედან ასე მეორე ოთახი და მესმის. ცა თინა, აი კატუშა რუსია. ხო. ცა თინა, აი ციტელი ფხალი, რაფერი წვანია. ჭარხლის ფოთოლი იციან მარტო გურიაში, ისპანახი არ იციან. და თინას პასუხი, წვიმებია დია, წვიმებია. ანუ გეშა. ხო, გაარკვია. საქმე. შენ გინდა მე მგონი დამივარდა. შენ გინდა მე მგონი მწვანე ხახვი ხო? მაინც არტია გადასხდა. რა კარგად გარეცხა. ხახვი უნდა ნამდვილად. კარგად გარეცხა, მაგასაც მაგაში ჩაყრი? რაში? მოსათუშად? თავზე ტყულა და მალევე გამორთავ. მე აურევ უკვე ჩვენ დაჭრილი მას. აგინათიამ კარგად გარეცხა. მოიცა ესენი მომეც, ზურიკო. გურიაში ერქვა სოხვი, გახსოვს? კი. რატომ ეძახდი? იმერეთში რა ქვია? არ ვიცი. ბატკანი ხახვი. უი რა სამბო. კი. იმერეთზე ჩემი ჟუჟუნა მასწავლებელი მახსენდება. ასე. მოდი ის ამბავი მოგიყევი, ჟუჟუნა მასწავლებელი მოგიყევი? არა. რა? ჟუჟუნა მასწავლებელი, ჩემი ჟუჟუნა, ჩემი მებაღეობა ვინც მასწავლა, ჩემი ჟუჟუ, რომელიც გარდაიცვალა. გვარი იყო ჟუჟუნა? ჟუჟუნა იყო ავალიშვილი. ავალიშვილი. არაჩვეულებრივი გვარის ქალი და კაი ოჯახის შვილი იყო და ჟუჟუნა მასწავლებელი ნინო ხო. იყო მისი წარმომავლობა იყო კიცხიდან. იმერეთიდან, ხარაგაულის რაიონია, სოფელი კიცხი. და ამ კიცხში არის ერთი უბანი საქარიქედი. აი ყველაფერი მოყოლით ვიცი, ნამყოფი არ ვარ, არც კიცხში, არც საქარიქედში. ხო და ჟუჟუნა თბილისში იყო გაზდილის დაბადებულიც და არაჩვეულებრივად კაი ქართულით ლაპარაკობდა, გამართული ქართულით. როგორც კი ყურს მოკრავდა სადმე სოფელი კიცხი. ხო. იმ წუთას იკითხავდა როგორი იმერული ინტონაციით, იცი? საქარიქედიდანი. ასე კითხავდა. იმის პასუხი იყო. ხო და ის არ იყო საქარიქედიდან, რამდენი იქნებოდა საქარიქედში. ხო და მე გულდაწყვეტილი კითხავდა. ნადია მასწავლებელი გეცოდინება შენე? მე შვილი ვარ მისი. ხო. და იმის პასუხი. ხო. ჩემი ნადია მასწავლებლისი. იქიდან. ხო, ეგ არის ამათ მაგეთ დიალექტი. ჟუჟუნას დედა იყო თელი კიცხის და ყველას იცნობდა. ჩაყარი. მასწავლებელი. დავაღამეთ, ნინო, დავაღამეთ. ზურიკო, ძალიან სხულად დამიჭერი, ახლა მე შენ ეს ხახვი. აია, მოუხდება მაგ. რამდენი გაკ. ნინო, მე კარტოფილს გაგიცლი ახლა შენ. კი ბატონო. გათლილი მოვხარშოთ, ხომ ჯობია? არა, მოხარშული და შეგვიძლია გავცვლოთ კიდევაც, ზურიკო, მოხარშული. მაშინ მოვხარშოთ იმითი, კანიანა მოვხარშოთ. კანიანა, კი, მუნდირით და გავაცლით იმას და. მუნდირი. ზურიკო, ნახე, დიდ მსხვილებად დამიჭერი ხახვი. და ნაფში გადავყლაპავ ცხვილებსაც, ნინო, კაი იქნება გემრიელი. ხომ ცომში ხომი და ლამაზად გამოჩნდეს თანაბრად გავიდე. ნუღელავ ჩვენ მაყურებელი უკვე აღფრთოვანებულია გინდა რომ ხელწერა გამიფუჭო შენ მე მგონი. არაფერს არ გიფუჭებ, მე გეხმარები მხოლოდ. რა უცნაური, ნახე, არ გულს არც არაფერი არ ჭირდება, არც წიწაკას არც ნიორი, მარტო მწვანილი ერბო და ეს ხახვი. სხვა არაფერი. აი ხაჭო თუ გაქვს, ყველსო არ გაეკარდო, ხაჭოთი შეანელე. ხო და რაფერი ხაჭო გვაქვს, ნახე ეგ გადასარევი, უკეთესად ნახავ. ზურა, მაგი გამიფცხვენი ახლა შენ კარტოფილი და მე მჭირდება ჭარხალის, ფხალი და დაგიჭრი მაგას, დაგიჭრი. ფოთლები მარილში გამოვკლა. მოვკლათ, კი ბატონო. ჩავჭმუჭნო, მარილში ჩავჭმუჭო. კი ბატონო, აგერ დურხშლაგი. დურხშლაგი გერმანული სიტყვა და ნიშნავს დურხშლაგენ გავლას. ყველას გონია რომ არაა გერმანული, ამ დროს გერმანულია. ბევრი სიტყვა შემოსულია ლუსტრა, ჰალსტუხი, შლაგბაუმი, ყველაფერი გერმანული სიტყვებია. გერმანული და ან სპარსული, ან თურქული და ქართულში რაა ჩვენ? ბევრია ძალიან. ნახე რა გამართლეს თუ ღერები არის უხეში, აქ უხეში რა კაცად კუცი გაუდის. კაცანი გაუდის და იმიტომ. მაშინ ღერები არ შეაყოლოთო.
კაცად კუცი გაუდის. კარგად. და ურევენ ისპანახსაც ვიღაცები, მაგრამ თუ ლაპარაკი არის აი ოსურ ნამდვილ ჭახრაკინაზე არ ჭირდება. მარტო არის ეს ჭარხლის ფხალი, მოთუშული ხახვი და მწვანე ხახვი, ქინძი და პეტროშკი. აგი ასე ნედლათაც მომეწონება ნახე რა მის სილამაზეა. მეც ვერ შეჭამ. ვერ შეჭამ. ხო, მაგრამ რა ფერი შეხედე რა მის სილამაზე ფერი აქვს. ამ ზამთარში თოვლის ქვეშ იცი რა სანახავი იყო? ლამაზი. დაბრაწული. ხო. იქნებოდა და ფერიც ისეთი აქ ეხლა ხო ფერების ის არის მაინც. ხო, აბა რა. იცი რომ ფერების დიეტაც არსებობს? რას ამბობ? რანაირია ეგა? ვეღარ ვიპოვე ისა. რა, მითხარ? დაფა. აი დაფა მანდარი. ასე. დურხშლაგენ. ასე ჩემო ბატონო, ეხლა ჩვენ ეს მზად გვექნება და შეგვიძლიათ სომსაც მივხედა. ნახე რა კაია, კაცად ყუცით იჭრება. კი. აი ეს ხერი არ გამიყოლო. შენ რაფერს ბძანე? მე არაფერსაც არ ვბძანებ. შენ კონსულტანტები ყავდა? ამას მარილს რო შევაყრით, მე დავიწყოთ ხაბიძგინის გულსართის გამზადება. კარტოფილი და ყველი. კაი, მაგერ მოხარშული კარტოფილები გაქვს, გამოიღე და გავაძროთ კანი, რომ ბძანებლო. უი, ეს წითელი კარტოფილი მოვხარშეთ ჩვენ და იცი რა გემრიელი გამოვა ეხლა. მარტო ბძანებლობაზე რომ ხარ დღეს გადასული, გამოიღე და გავაკეთე. რატო მარტო დღეს მე საერთოდ ბძანებელი ვარ? ბძანებელი ამეზოში მე ვარ. კი ბატონო ეხლა. ამეზოს იქით არ მაქვს. ამეზოს რომ ბძანებელი ჭირდება, ის არის ზედმეტ პასუხისმგებლობა ზოგიერთზე, ჩემთვის მით უმეტეს. თქვენ იყავით მაგის ბძანებელი. აბადო. მე ვიქნები ქუხნაში. ხალი ვიცი მე ქუხნაში. დიახ. კაი, ზურიკო, მეტი არ. გეყოფა? მაგი მეყოფა ორ ცალზე ალბათ. ორი ცალი გეყოფა, ამდენი ხალხი ვართ, გეიხედე ერთი. ხო, მაშინ ბევრი უნდა დავჭრა. რა ჭარხალი არ გაქვს, პურის ფქვილი თუ გავაკეთოთ ბლომად. კი, ცომი კარგად ამოვიდა. მაგია მთავარი. აჰა. აგიჭრი კიდე შენ მაგას არ შეგეზაროს. მოიცადე მე ამებს აგარიდებ შენ ახლა აი ამებს. აქედან წავიღებ და დანარჩენს რაფერი კოხტა საქმე იცი შენ გენაცვალე რაფერიცი. რაფერიცი ყველაფრის მოპოწოწინიკება. მოპოწოწინიყავა, ისე ზედმეტი რამეები ხელს შეგიშლის. ხო, ასე ფირმის აი მაგისტვის სახარ დაბადებული, მოლამაზება. მოლამაზება. ნახე რაფერი ფოთლებია. ჭახრაკინებით უნდა გავაკეთოთ. ნახე რა მის სილამაზეებია ნინო. მე დავიწყო კარტოფილის გაფრთხნა ბარე დავიწყო. ახლა რომ იყიდება მინახავს ბაზრებში ნინო. ხო. ამის სიმაღლეა. ხო, იმიტომ რომ სასუქიანია ოიზახია. ხო და ეს ნახე ეგ ზულავაგროებ. არაფერი პატარებია. ნახე. სასუქიანი აბა ვინდა თესავს ახლა უსასუქოდ. ძიმია ის სასუქიანი ალბათ. წარმომიდგენია. წონაში მეტი მოდის. ხო. აბა რა კაია, რა მის სილამაზეა, წითელი ხასხასა. ჭარხლისფერი, კაი ფერია. ეხლა ჩვენ ვაკეთებთ გულსართებს. მე რომ შეგეშვარ, შეიძლება? ზურიკო, ნუ იცი ხოლმე შუა გზაზე მიმატოვებ ხოლმე, მაგრამ თუ საქმე გაქვს, ახლა რა უქნა, წადი. წავალ, გევიხედავ გარეთ, ქვეყნის ამბავია. მზეა, გამოანათა. მაგრამ ისე კიდე ველოდებით ცივ დღეებს ისე, ხო იცი? კი, მარტში ცივი დღეები იქნება, რა დაგვიანებული გაზაფხული მოდის და არა და 12 აპრილს აღდგომა. წელს ადრეა აღდგომა. წელს ადრეა, ხო. თან ადრე უნდა მქონდეს ყველაფერი. თან სიცივია, რა ვიცი, არ ვიცი. ყველა ჩქარობს ამ დარგვას და დათესვას და არა ჯერ ხალხო დარგვის და დათესვის დრო. ზურა, მე გუშინ გავსხალი ეზოში, ზურა მომეხმარა ხეები. ზურამ რაფერ მომიყვა შენ ეზოში რა ხდებოდა, იცი? ხო რა. ზურა ჩალათაშვილი მიეხმარა ამ ხელა ეზო აღა მოთახის ხელა. ხო და ზურა მეთქი თვითონ მითხრა რომ მე გასხლული მაგ და რაფერი იყო მეთქი საქმე და სადამდე მიწვდა ყველაფერი მოჭრილი იყო. მე სადამდე ვიწვდები ზურას იქამდე კი ბეჭირდებოდა დაბა. სადამდე თვითონ მიწვდა, არც ერთი ტოტი არ იყო, ყველა მოჭრილი იყო. და ხო იცი რა სიძახდა? გურიაში არ იცით ხეხილის გასხვლაო. ეს აღმოსავლეთში იციანოდა. მიზღემში არ გაგვისხლავს ხე გურიაში. მაგრამ ძალიან გაბარდული იყო ჩემთან და ამიტომ უთხარი იქნება მომეხმარო. ყველაფერი ერთმანეთში იყო, არეულიო გლიცინია, ვაისის ვარდი. აი მე ისე მოაკუწკუწა ვარდი, ისეთი ლამაზი ის გამიკეთა ხეივანზე გავუშვა რომ ნახე ის რომ გაყვავდება იქნება. შენ მაგი რომ აყვავდება, ნახე ნახე რა იქნება. კი ბატონო. ამას დავაყარო მარილი? კი აუცილებლად. ბატონო. კაი, მაგას ახლა მე ჩავჭმუჭნი. შენ მაგნილი ახლა რა უნდა მას, ამეზარება ამის გაკეთებას რა უნდა. მე რა გულიანი ხარ შენ აი? მაგიტო მიყვარ ხარ. რით მომეფეროს არ იცის.
აბარა. იგი არის ის, რომ წამანკალებს ყველაფერს. არავითარ შემთხვევაში ზურა მოფერება ყველაფერს უხდება, აი ყველაფერს. მაცალე გაზაფხულდეს ერთი გარეთ გაგიყვანო შენ იქ გლიცინიების ძირში და მოფერება მე რენა. არ გამიყვანო რა, არ მიყვას აი ქუჩაში საჭყილის კეთებმა რა. შენ რომ გიყვარს ისე სადაა ცხოვრება. მაგაზე უბრაზდები ძალიან. ხო მიყავი 2 თვე შეწოლილი, რა გინდა? შეუფერებელგან ბაიმე მე რო ხო მაგრა ვიყავი. ოხ, სურა. რომ ურეკავდი რაფერი ხმა გამოდიოდა, იცი? გაგუდული. ესე დუდუნობდა. საბანი მქონდა წაფარებული თავზე. საბინე რა, ხო, ზური. ასე ველაპარაკებოდა. ვიშე რა გიქნა. მომავტავებით. ხო, მიკანკრისა. აგერ ჭარხლის გულსართი გაქვს, თუ გინდა ისპანახი გაური თუ გინდა არა, გადასწარები გაქვს. მომარაგებული გაქვს ყველაფერი. აგერ ხაჭო და უნდა გითხრა. ხაჭო სასწაული. ისე იტყვიან ხოლმე ეს ვინაც იცის ამის ტრადიცია, ვისაც ახლა რა მიყვარს, რა გემრიელია, ნახოთ ახლა რანაირი იქნება. რანაირი და გადასწარები. კაია, წავალ მე ცოტა ხანი და შენ ამასობაში პუაფუჩფუჩებ, ცომი ამასობაში ამოვა. კი გენახოთ. დროებით.